მე პირადად არ სადარუმალავ ამას. არის 3 მაინც ვიტყვი რა, არის 3 ძირითადი სამუშაო პრეპარატი. ძელიავაზე ნაკლები მედლები რა, ეხლა რაღაც საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის სპორტის ოსტატი. ანუ ტიპს გონია ეხლა რომ ეს არის მკერდის ვარჯიში რა. ამ მოკლე მოძრაობას ქვია სტატოდინამიკური მოძრაობები. ყოველთვის აქცენტი უნდა გქონდეთ იმ ჩამოჩენილ კუნთებზე. აი აქედან წამოვიდეთ. რამდენი ჟიმი გაქვს, ძმა, რამდენი ისა გაქვს, ძმა? მაგ დროს ძალიან ბევრი ტრავმა ხდება კი. არავის არ ურჩევ, რომ რამე გაიკეთოს. ჯანმრთელობის ფასი არავითელია რა. ხრები ქვევით ჩაკეტილი და წავიდა. მოგესალმებით, დღეს ვართ Gold's Gym-ში. მოვედით ირაკლისთან, ირაკლი ლუნთაძესთან. შემდეგი ვარჯიშების ჩასწერა და ეს იქნება დღეს უკვე მკერდი ტრიცეპსის დღე გვექნება. და მოდი მივიდეთ ირაკლისთან და ვნახოთ რა შემოგთავაზებს დღევანდელ ვარჯიშებზე. დღევანდელი ვარჯიში ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ამიტომ ვიდეო გავყვებით 2 ნაწილად. პირველი ნაწილი არის ეს, ახლა რას ვუყურებთ და მეორე ნაწილიც დაიდება მალე. ირაკლი, როგორ ხარ? გამარჯობა, კოკო, შე როგორ ხარ? ჩემო კაკო. ამჯერად კაუჭების გარეშე. ოციაზე მახსოვს რომ ის წამოვიგე. ეს კერდი და ტრიცეპსია, ამიტომ კაუჭები არ გჭირდება. ეს კაუჭი ხო იცი, სულგისთვის არის, ხო. მთელი ძალა ხონე, თითები უბრალოდ არ გეღლება და მთელმა მივხვდება ხა ვისაც. ზოგ შეიძლება ეგონოს რომ რამე დიდი განსხვავება არ არის რა. ხო, საერთოდ ეს ეგრეთ წოდებული ამკები კაუჭები, იმიტომ რომ მთელი ძალა ხონე გადავიდეს სულზე და ამიტომ ვიკეთებთ მაგას თითები არ დაგვეღალოს. ეს არის მთელი ამბავი. დღესაც მკერდზე რაღაც განსხვავებული შენი სპეციფიკით გვექნება ვარჯიშები, ხო, რაღაც თავის. ხო, რა თქმა უნდა, დღეს იქნება, იგივე იზოლირებული თემა იქნება დღესაც. ოღონდ სხვა მიმართულებები იქნება ამ ყველაფერს, მაგას ეტაპობრივად ხანახებთ ყველაფერს, როგორ იქნება, რანაირად იქნება. როდესაც ზურგის ვარჯიში ვქონდა, ჩვენ უკანაწილების მოძრაობას ვაკეთებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ახლა პირიქით, უკანაწილების დაფიქსირება მოხდება, ანუ უკანაწილების შეერთება მოხდება და უკანაწილების შეერთების შემდეგ იწყება უკვე მკერდის წინა ვარჯიშების, ანუ უკანაწილები რაც უფრო შეერთებული გვაქვს, შესაბამისად მკერდი გადაწელილი არის და ამ გადაწელილი მკერდიდან აქედან ვიწყებთ უკვე შეკუმშვას. როგორც ჩვენ ის ორი მოძრაობა აქვსენ, იმე რომ ზევიდან ჩამოტანა იკეტება ზურგის და იქედან უკვე თითქმის მობილიზებული არის ის კუნთი, რომ შეიკუმშვოს და გაიხსნას დაჭიმულ მდგომარეობაში. იგივე სიტუაცია იქნება. ხო, მკერდის იქნება უკვე გაწელილ მდგომარეობაში მკერდი, იმიტომ რომ მკერდი აი აქედან აქამდე ხო ჩვეულებრივად ხო, როდესაც უკანა ძვალს ვაერთებთ ორივეს, ეს მკერდი გადაწელილ მდგომარეობაში გვაქვს და აქედან უკვე მიდის მთელი დატვირთვა მკერდზე. მაგას მე ტექნიკასაც რა თქმა უნდა აგიხსნით ყველაფერს, დაგიმუშავებთ. რა ვიცი, ჩვენი კომენტარების ზელიავაზე ნაკლები მედლები რავი, ახლა რაღაცეები რავი აქ. პორტუგალიაში ბოდიბილდინგის საერთაშორისო ტურნირზე მისტერ ოლიმპია ქართველმა სპორტსმენმა ირაკლი ლონთაძემ, რომელიც 48 წლისაა, 2 ოქროს და 1 ვერცხლის медаლი მოიპოვა. ლონთაძემ საუკეთესო შედეგი კლასიკ ფიზიკ მასტერსა და ბოდიბილდინგ მასტერსში აღწერა. კლასიკ ფიზიკ ღია კატეგორიაში კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ის პირველი ქართველი ბოდიბილდერია, რომელმაც 45 წლის ასაკზემოთ ასეთ წარმატებას მიაღწია. რაღაცეები რავი აქ გამოვიარე რომელიღაც დახზე და წამოვიგე რაღაცეები და რავი აბა ელიავაზე ვერცხლი ოქრო. ხო, რავი, რაღაცეები. ვიცი, არნოლდ კლასიკი რომელი არის? აი ეს არის, ხო? ეს არის არნოლდ კლასიკი, ეს არის კლასიკ ფიზიკი, ამას აწერია, მოიცადე. ეს არის კლასიკ ფიზიკი, ხო? სევილია, ესპანეთი, სექტემბერი 2021 წელი, მე-4 ადგილი, არნოლდ კლასიკ ფიზიკი. აწერია წინ. კლასიკ ფიზიკი, ხო, ეს არის კლასიკ ფიზიკი და ეს არის კლასიკი. ხო, ანუ აქ ორ კატეგორიაში მივიღე მონაწილეობა, უბრალოდ ადგილია, ხო. ხო, ბრინჯაოები წამოვიღე, აქ ბრინჯაოები არის, ესენი უბრალოდ აქ როგორ რაღაცა იყო, იცი, კლასიკ ფიზიკში ხო დიდი წონით გამოვდივართ. კი. და კლასიკში ანუ წარმოვიდგინე 7 კილოგრამით ნაკლები უნდა გამოსულიყავი რა. მიხდი ხო და ანუ აქ 99 კილო უკვე უნდა სცენაზე უნდა ყოფილიყავი, აქ 93 და აი ამ კატეგორიამ ეს ოქრო დამაკარგინა, ხვდები? ანუ 2 კურდღლის საჭერა მოვინდომე. ხო. ორივე ბრინჯაო წამოვიღე, მაგრამ შემეძლო ამ შემთხვევაში 1 ოქრო წამომეღო რა, მარტო კლასიკ ფიზიკში რა მოკლედ. ეს ისეთი ამბავია, მაგრამ ყველაზე მაგარი медаლი არის ეს საქართველოს ჩემპიონი. საქართველოს ჩემპიონის პირველი ადგილი. შენ რო სცენაზე მაპოზირებდი, მაშინ რო ახვსენი რა. კურსებში რა.
ეს არის ჩემი სანამზე გახვიდოდი. სანამ სცენაზე გავიდოდი, ეს არის გვერდიდან ხალხი რო წინიდან გიყურებდა, მე იქ გვერდით ვიდექი რა. კი ბატონო, ეს არის ჩვენი პირველი მერცხალი, ესე რომ ვთქვათ, ეს медаლი. ნუ ეხლა შემდეგ რაც შეეხება აქ, მე უკვე ეს ეს არის IFBB-ს, სადაც არნოლდ კლასიკში ბოლოს მივიღე მონაწილეობა და მე IFBB-დან მოხდა ჩემი დამშვიდობება, იმიტომ რომ სწორი გაგებით, იმიტომ რომ ჩემი მასიდან გამომდინარე ვეღარ ვეტეოდი უკვე რა წონაში და მე უკვე ეს ხო ესეც მინდა აღნიშნო, ბატონი კოტე მაცაბერიძის, მაშინ რომ მოგვანიჭა რა მოკლედ. ეგ რა არის? აი ბატონებო შეგიძლიათ ეს ჩვენი საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის სპორტის ოსტატი მოკლედ რა. კოტე მაცაბერიძე მაშინ სპორტი გავს. ხო, რაღაცები მოკლედ რაც თავარია, ანუ ყველაფერი აქ შემდეგ გავიწიეთ და გავიწიეთ წინ უკვე და 2023-ში მისტერ ოლიმპია, ეს არის მისტერ ოლიმპიის 3 медаლი, რომელიც 2023-ში მოვიპოვე. ჯო ვეიდერის, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ვხსნი მეგობრებო, რომ ანუ მისტერ ოლიმპია არის ესეთი რაღაცა, მან პირველად ალბათ ვიდეო ნახეთ და უყურეთ, რაც არის და როგორც არის ყველაფერი. იქედან გამომდინარე, ანუ იყოფა ორ ნაწილად. არის მოყვარულთა კატეგორია და მე უკვე პროფები გამოდიან, საერთოდ ჩაბათობით გამოდიან ამატორის ვეიდერის ისინი, როგორც ჩვენი სახით და მე კვირას გამოდიან უკვე, ესეთი პროფესიონალები, როგორც ბამსტერი და ასე შემდეგ რა. ბამსტერის დონეზე ხა ვერა ვართ, მაგრამ აი მოყვარულთა კატეგორიაში ხა მოყვარულთა, მაგრამ იქ ძალიან დიდი კონკურენცია, ფოტოებსაც ნახავდით მან, როგორი კამანდა მიდგას გვერდით და მოკლედ რა ვიცი რა, ის არ გეგონოთო თითქოს რაღაც ხო ხა, ჩვენი საქართველოსთან გამომდინარე ხა ინფორმაცია ხა სამწუხაროდ ვერა გვაქვს ისე რომ ყველა ადამიანს მიწვდეს ხა, მან დაიწერა რომ ხა მისტერ ოლიმპია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ხალხს არ იყო ხალხის ყურამდე მისული რომ თუ იყო ვინმე ქართველი ხო მისტერ ოლიმპია რაღაც. ეგონათ იქ ამერიკაში რო ტარდება, ეგ იყო მაგრამ ჩემპიონატ ჯო ვეიდერი არის მთლიანდეს ოლიმპია არის, ერთი ფედერაცია თუ რაც არის. ეს არის MP-ის ფედერაცია. ორი ნაწილად რა, ერთი ტარდება იქ ამერიკაში, მეორე რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნებში იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, პორტუგალია, პორტუგალია მითო ამოვარჩიე. ოლიმპია არის ყველა. ხო, ოლიმპია უბრალოდ ყველა, ხო, აქ ეს არის 3 медаლი, ეს არის პირველად რომ მივიღე მონაწილეობა მისტერ ოლიმპიაზე. აქაც ეს არის ოქრო, პირველი ოქრო. ეგ პირველად რო გებულობ მონაწილეობას არის ბეგინერის რა, ხო ხდები? დამწყების, ხო, ეს პირველი, ხო. ხო, შემდეგი ეს არის ჩემ კატეგორიაში, ეს არის კლასიკ ფიზიკი, მასტერის კატეგორიაში პირველი ადგილი და ეს არის ღია კატეგორიაში მესამე ადგილი ბრინჯაო, აი ზუსტად მესამე ადგილი ზუსტად იმ ახალგაზრდებში რომ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მაგარი медаლი მაინც 2025-ში ეს 3 медаლი, რომელიც უკვე გაუნჯობესებული გამომივიდა ჩემი შრომიდან და ფიზიკური აქტიურობიდან გამომდინარე, აქ უკვე პირველი ადგილი ბოდიბილდინგში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი ავიღე მასტერებში, სხვათა შორის მასტერებში ხა იქ არ გეგონოთ რომ თითქოს რაღაცამ დაწერე ხა პენსიონერი და რაღაც, მაგრამ ხა გამგები გაიგებს, მან მე არავის შეურაცხყოფას არც დავეშვები ხა იმათ დონეზე რომ ხა ვიღაცას გაუტოლო ხა რაღაც ხო? უბრალოდ ჩვენ აქვს საუბრობთ შენი არხიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გვინდა რომ ხალხს უბრალოდ ის ინფორმაცია მივაწოდოთ და ყველა ადამიანმა გაიგოს სწორი ვარჯიშები რაც არის, მაგრამ ხო მე გამომჩა კიდე წინა ვიდეოში აუცილებლად მინდა ხა რო თქვა, ხა 2 წუთი გავისაუბრეთ მე საქმეს მივხედავთ, ეს ყველაფერი რაც აქ არის დალაგებული, რა თქმა უნდა არის რაღაც გარკვეული ადამიანების დამსახურება, ხო? ნახა ციდან არაფერი არ მოფრინავს და რო ვიბადებით, არავინ არაფერი არ იცის დაბადებით და რა თქმა უნდა ადამიანებიდან ღებულობ პრაქტიკას. პირველად საქართველოში ხა 42 წლის ასაკი რო ვახსენე, 42 წლის ასაკში რო მოვიგე ხა ეს პირველი медаლი, სიტყვაზე ვთქვათ, ხო? 42 წლის ასაკში რო სცენაზე გამოდიხ, ესე იგი მანამდეც ნამუშევარი გაქვს, ხო? ხო ძვირფასო მეგობრებო, ხა ჩემი მოკლედ კონკრეტული ისტორია რო იცოდეთ, 15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ქუთაისის დარბაზში შევედი და იქედან დაიწყო ჩემი ფიტნესის ეგრეთ წოდებული პირველი შტანგა, რასაც ქვია და მაშინ ომის პერიოდი იყო, ზვიადის დრო 9 აპრილი რაღაც ხა თქვენ ჩემთან შეიძლება ჩემი ხნის ხალხი მიხვდეს და პერიოდს ვამბობ, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ არავის არ ევარჯიშებოდა და რაღაც, მაგრამ მე მაინც ეს ბავშვობიდან მქონდა ეს სურვილი, რომ რაღაც ჩემ იმას გავყოლოდი რა და საკმაოდ 50 წლის ვხდები, რა ვიცი 35 წლის სტაჟი მაქვს, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ 42 წლიდან კი არ დაიწყო პროფესიონალური კარიერა ჩემში, 42
წელს უკვე მე პირველი ადგილი მედალი ავიღე, ანუ საქართველოს ჩემპიონატზე, მაგრამ ნუ მანამდე სადღაც 1-2 წელი ალბათ არჩილი ანვარაშვილის დამსახურებას არის სხვათა შორის მაგრამ ეს ჩავერთვები შენ სადღაც 40 წლის ასაკში გადაწყვიტე რომ ამ მიმართულებით ანუ პროფესიონალური სახე მიგეცა და რაღაცის ანუ ჩეჯიბრისთვის ჩემპიონატისთვის მომზადებულიყავ. იქამდე ვარჯიშობდი სამოყვარულო დონეზე მიდიოდი ვარჯიშობდი. მოდიოდი ანუ შენ ის საკეთებდი ამას რა. რა თქმა უნდა, ხო, ესე გამოდი. კი, კი. მიეცი რა, ანუ რაღაც მიზანმა და ხوای 12 წელი დაახლოებით ნუ მოსკოვში ცხოვრობდი, იქ გავატარეთ მთელი ჩვენი ცხოვრება, ბავშვიც იქ შეგვეძინა, მოკლედ ნუ ანუ ყოველთვის არსებობდა ჩემდა სადაც სამსახურებო პარალელურად ყოველთვის არსებობდა დარბაზი. ყოველთვის არსებობდა შტანგა, განტელი, ანუ ესეთი აქტიური ცხოვრების გარეშე უბრალოდ ნუ არ შემეძლო რა. აქედან გამომდინარე რომ ჩამოვედი საქართველოში უკვე მე, ანუ ჩემი სრულიც არ იყო ეს რა, რომ გამოსულიყავ და რაღაც მონაწილეობა მიმიღო და ბიჭები შეძახილმა უბრალოდ. ეხა დარბაზში რო ვარჯიშობდით იქ რუსია იყო კიცი, ლეკიაშვილი იყო და ასე შემდეგ, რა ვიცი, ჩვენი ისა რა ქვია ილურიძე, ბევრი ბიჭები და ანუ რო გამოდიოდნენ რაღაცებს იგებდნენ, ბიჭო, შენს კარგ ფორმაში ხარო და ცადეო რა, ხო ხტები, ანუ არ მქონია მე აი ჩემი პირადი სურვილო, სადმე გამოსულიყავ და მეთქი რა ცადო ეხა რა პონტი ეხა გამოხვედი დადექი რაღაც რა, ანუ ჩემი გადმოსახედიდან ვერ წარმომედგინა რომ ხო და ნუ ბოლო ამ ბიჭები შეძახილმა ესეთი რაღაცა გამაკეთებენ რომ გამოვედი, მაგრამ ის ამბიცია არ მქონდა რომ რაღაცას მოვიგებდი, ხტები, ანუ ჩემთვის რაღაც თამდაბლურად გამოვედი. ნუ ისე გამოვიდა რომ ეხა პირველი ადგილი წამოვიღე 42 წლის ასაკში, მე მგონი, რა ვიცი, ეხა საქართველოს პირობაზე იქაც ვიდექი, ხო? ახსოვს მან შენ რო გახვედი თქვენს რომ საკმაოდ გამოცდილმა ადამიანმა რომ ესეთი სიმშრალეო სცენაზეო საქართველოს ჩემპიონატზეო არ მინახავსო რა შენ რო კონდა კი სხვათა შორის ტატო ჯოგლიძე მაგნიშნა ტატო ჯოგლიძეს ჩვენი ძმა გამოცდილი ადამიანი რომ ანუ არნოლდ კლასიკის ფორმა გქონდაო ჩვეულებრივად რა ეხა მე როგორ აიცი ანუ ადამიანები არის კატეგორიების ადამიანები რომელიც შეიძლება ფოქტები ანუ ბუზი იყოს ხტები და სპილოთ აცნობდეს ხალხს თავს გესმის და მე არა ვარ მაგ კატეგორიის ადამიანი ყოველთვის არ ვაპიარებ ჩემ თავს რა მოკლედ ჩემთვის ვარ მიუხედავად იმისა შენი საქმე და ყველას თავის საქმე აქვს და ამ საქმით ადამიანი ფულს აკეთებს და რაღაც თავის ოჯახს ყვებავს მაგრამ მე ანუ სულ სხვა სფერო მაქვს მაგრამ იმ დონეზე მიყვარს ეს საქმე და იმ დონეზე მიყვარს ფიტნესი რომ მოკლედ წარმოგიდგენი ახლა სულ გვაქვს მე და ჩემი უგლეს რაღაც კამათის სახში რომ შენ ამას გადაყევი და რაღაც თან ხო არანაირი შემოსავალი ჩემს ამას არ მოუტანია სიამოვნების გარდა ხვდები ანუ სხვა სამსახურიდან რაღაც თანხას ვშოულობ და ანუ აქ რაღაცას ვდებ, იმიტომ რომ ანუ ეს არის ჩემი ჰობი, ანუ მიყვარს ეს საქმე და ანუ ამ საქმის გარეშე უბრალოდ არ შემეძლია და რაც შეეხება ხო იქიდან დავიწყე ლაპარაკი რომ ამ ყველაფრის დამსახურება არის იმ ხალხის არჩილი ანვარაშვილით დავიწყებ აუცილებლად რომელმაც პირველად მე გახსოვს ხო ჩვენი საუბრები იქ იყო, როდესაც პირველად გადავწყვიტეთ ეს საქმე და პირველი მაიმუნობები ესე რომ ვთქვათ არჩილასთან გავიარეთ ეს საკითხი მე შემდეგ იყო სერგეი აგამალოვი ძალიან ესეთი ცნობილი ადამიანი და იცი მაგის შენ პიტერის სკოლა ქონდა გავლილი ნუ ახლა ვინც იცის სტანისლავ ლინდოვერი, გუსევი და ასე შემდეგ ესეთი სპორტსმენები, ძალიან ძლიერი სპორტსმენები ყავს პიტერის კატეგორიას და ნუ რა თქმა უნდა ამ ეს ოლიმპიის მედლების დამსახურება არის ბოლოს ტრენერი მყავდა პაվել ალენიკოვი, ძალიან ესეთი გამოცდილი ადამიანი, პროფესიონალი თავის საქმის და მაგის დახმარებით რა თქმა უნდა ეს ტექნიკები რასაც ახლა მე ვანახებ, ნუ მაგის დამსახურება რომ ეს რაღაც გარკვეული შედეგები რაც ახლა დავდე, ანუ მაქედან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი რა, მაგრამ რა ვიცი ახლა კიდე ალბათ ყველა გაიგებს რომ ვისი თქმაც მინდა აქ მე კომენტარების თემა ხა რაც შეეხება იქ ვინ რას წეს მაგის საერთოდ მაინტერესებს ჩვენ ვაკეთებ ჩვენ საქმეს გულით სულით ყველაფერი მოგახსენეთ რომ ეს ანუ თითქმის ახლა ძალიან რო არ გაგვიგზელდეს საუბარი ყოველთვის ნომერ პირველი ეს ჩვენი პროფესია რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს ნომერ პირველი პროფესია არაზოს არ უნდა იყოს პირველი პროფესია არის საერთოდ როდესაც ადამიანი ჯერ კაცი ხარ კაცურად ცხოვრობ ეს ნომერ პირველი პროფესია არის მიხვდება ამას ის ადამიანები ვინც ამას უყურებს და შემდეგ არის უკვე მეორე პროფესია, რასაც შენ უკვე არასდროს არ უნდა იყოს აი ეს პირველ ადგილზე შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შეიძლება იყოს პროფესიონალი შენი საქმის ხვდები და შეიძლება იყოს რაღაც უშნო ტიპი და ანუ რაღაც პროფესიონალი იყო, მაგრამ რაღაც არაკაცური საქციელები გქონდეს რა, ხო ხვდები, აი მესმის, მაგრამ მაინც მე უფრო მეტ ადამიანურ ფაქტორს ვაყენებ წინ, როდესაც აი იქედან გავყო ორივე ერთად ძალიან მაგარია რა, ის კაციც რო ხარ და შენი საქმის პროფესიონალიც რო ხარ. იდეალურია. რა ვიცი, ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მე მგონი ამომწურავი იყო ყველაფერი, ყველა კითხვას პასუხი გავეცით, მან რაც ეწერა. ჩემ შესახებ უკვე თითქმის ყველაფერი იცით. რა ვიცი, დროა ეხა ჩვენ ვარჯიშებს მივხედოთ და ძალიანაც რა გაგვიგზელდეს ყველაფერი, გადავიდეთ უკვე
პრაქტიკულ საქმეს. გადავიდეთ. ძვირფასო მეგობრებო და ჩემო ქართველებო, მე წეხან რომ დავიწყე საუბარიც არ უნდა დამეწყო. პირველ რიგში უნდა მეხსენებია ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის დაკარგვა, ჩვენს გამოკლება, ესე რომ ვთქვა, ჩვენ საქართველოში ძალიან დიდი ღვაწლი ჩაატარა ამ კაცმა და მინდა რომ გულით და სულით მოგისამძიმროთ სულ ყველას და რა ვიცი, ასეთი ადამიანის გამოკლება საქართველოს ძალიან დიდი, მოკლედ ისეთი ნაკლი აქვს, მაგრამ მე ის მინდა კიდევ ვთქვა, რომ მაგ ადამიანმა იმდენი რაღაცა გააკეთა და იმდენი რაღაცეები შექმნა, რომ ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები არც კვდებიან და ცოცხალი არის დღესაც ჩვენ გულებში და მოკლედ ეს მინდოდა, რომ ვარჯიში მთავარია, მაგრამ ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე ეს ჩვენი შინაგანი რწმენა ყოველთვის აი აქედან მოდის და რა ვიცი, ეს მინდა გითანაგრძნოთ სულ ყველას გულით და სულით. დანარჩენი ვარჯიშებს რაც შეეხება, ჩვენ ხა დავიწყებთ კერდის ვარჯიშს. ხო, კიდე რა მინდა ვთქვა, ნახეთ მეგობრებო, თქვენ რომ დაწერეთ იქ, რომ 12 ვარჯიში ბევრია ზურგზე, ხო? ნახეთ როგორ რაღაცა. ეხლა აი კოკას დგას აქ, ხო? აი დაუშვათ ბიცეპსის ვარჯიში ვაკეთებ ჩვენ 3 მისვლას ვაკეთებ დაუშვათ, ხო? ეხლა ნახეთ დააკვირდით, ეხლა ბიცეპსის კუნთის, მონაცემები, ხო? ეხლა ეს ბიცეპსის კუნთი რო შევადაროთ ჩვენ ზურგის კუნთს დაახლოებით რამდენჯერ დიდი იქნება ეს კუნთი ზურგის კუნთთან. თუ ჩვენ ბიცეპსის ვარჯიშს ვაკეთებთ 3 მისვლას და ზურგის კუნთი გავაკეთებთ 5 მისვლა დაუშვათ, ხო? 5 ესეთი 5 ვარჯიში ესე რო ვთქვათ, ხო? მინიმუმ 3-ჯერ მეტი ხო არის ზურგი ხელზე რა. შეიძლება მეტჯერაც, ხო? და თვითონ კუნთი გეუბნებათ, რომ დიდი ვარ და მჭირდება, თორე ხა შეიძლება ზურგზე 2-იც გააკეთოთ, 3-იც გააკეთოთ, მაგრამ კარგად რო დაიტენოს, აქ ყველაფერი რო დაიტენოს, უგანიერესი რომბისებრი კუნთები, ამ ლაპატკების ირგვლივ მდებარე კუნთები, ტრაპეცია, ქვედა წელი და ასე შემდეგ, ამას ჭირდება კარგი დამუშავება და ხა 12-ს თუ არ გააკეთებ, 10 მინიმუმ მაინც უნდა გააკეთოთ ზურგზე რა, იმიტომ რომ ისე სხვანაირად ვერ იგზნობ და ვერ დაჭირა. ეს მინდოდა რომ ამაზე უნდა გამომართულება ყურადღება. დანარჩენი ახლა მკერდი, თავისთავად უფრო პატარა კუნთია, მკერდს არ ჭირდება მაგხელა, მკერდზეც სავარაუდოდ დაახლოებით სადღაც 8-9 ვარჯიში მაინც გვექნება რა. იმიტომ რომ მკერდსაც აქვს გარკვეული დატვირთვები ტრიცეპსთან ერთად, ტრიცეპს ვარჯიში შესაბამისად 3-4 ვარჯიში გვექნება რა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესეთ რაღაცას, რომ როდესაც ზურგს ვაკეთებდით, ეხლა ამას ავხსნი და შემდეგ ყველა მისვლაზე უკვე აღარ ავხსნი და მე უკვე გავაგრძელოთ კოკა ტემპში ვარჯიში დავიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საუბარიც ვარ გამომივიდეს, უბრალოდ უკვე მოქმედებაშიც მიხვდება ყველა ადამიანი ყველაფერს. ნახეთ მეგობრებო, როდესაც ჩვენ ზურგს ვაკეთებდით, ვკეტავდით უკანა ზურგს, ხო? და მე ვიწყებდით დაჭიმულ მდგომარეობაში ზურგის ვარჯიშს. ამ შემთხვევაში, როდესაც მკერდის ვარჯიშს ვიწყებთ, უკანა ზურგის ძვლები გვაქვს მაქსიმალურად შეერთებული უკან, მკერდი გვაქვს გადაჭიმული, არავითარ შემთხვევაში, მკერდი წინ არ მოგდის, აი შეცდომა არის ჩემი აზრით, როდესაც აი ადამიანი ესე ზის მაგალითად და ესეთ რაღაცებს აკეთებს მხრებთან ერთად, ხვდები? ხშირად არის რომ მხრებით წევენ რა. წამოვედი მხრებით, ხო? წამოვედი მხრებით. ტიპს გონია ეხა, რომ ეს არის მკერდის ვარჯიში რა. ეს მკერდის ვარჯიში, რა თქმა უნდა არის, მაგრამ მარტო მკერდის ვარჯიში არ არის, ხვდები? ეს არის მხართან ერთად ვარჯიში, რომელიც განაც ცუდი ვარჯიში, ეხა კარგია, ეხა არ შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ნებისმიერი ადამიანი დარბაზში რომელს რაღაცას უკიდებს ხელს, კარგია ესე გადაწყვიტა, რომ ივარჯიშოს, რაღაცას მოკიდა ხელი ვარჯიშობს აქტიურად, მაგრამ არა, ჩვენ საუბრობთ როგორ იქნება მკერდისთვის უფრო მეტი დატვირთვა, ეგ არის რა, რომ მხარი გავაკეთოთ მხრის დღეს, მკერდი გავაკეთოთ მკერდის დღეს. კი ბატონო, ეს არის მთელი ამბავი, ხო, ჩვენ თუ გვინდა მხარი გავთიშოთ ამ შემთხვევაში ნახე, ჩვეულებრივად უკანა ძვლები რაც შეიძლება, აი როგორც წია იმას აკეთებ ეხა, ხო? დაუშვათ შტანგა რო გიდევს რა, ხო გვაქვს ესეთი მოძრაობა, რომ უკანა ძვლები ყოველთვის აფიქსირებული გვაქვს, ესეთნაირად, უკანა ძვლები გვაქვს შეერთებული ბოლომდე, აქაც ნახე შეცდომა კიდე ხანდახან რაში მდგომარეობს, ეს იდაყვები როგორც ავხსენი რა, ზურგის დროს, ყოველთვის აქვთ ხოლმე ზევით და აქედან იწყებენ მოძრაობა. ხარზე მიდის მერე მაგ დროს. ეგრევე იდაყვები ჩამოდის ქვევით, იმიტომ რომ ნახე მკერდს რო ვაკეთებთ, ნახე აი მკერდს განახებთ ახლა, ხო? ესე რო ვაკეთებთ, ნახე, ესე საერთოდ თუ არ ამოდის, ხო? არ მოძრაობს. როდესაც კი ხელი ჩამოუშვი ქვევით, ნახე, უკვე მკერდი წამოვწიე რა. აქედან როცა ვიწყებ მოძრაობას,
უკვე იწყება მკერდის დაჭიმულობა. როგორც კი ხელი ამდის ზევით, ეს უკვე გადადის უკვე წინა დელტაზე რა, როცა ესე არის აწეული. ხო და ეს არის მთელი ამბავი, რომ ანუ ეს იდაყვი. მკერდი დაიჭიმა. ამ იდაყვით უნდა მიაწვეთ, რომ ეს მკერდი ამოწიოთ რაც შეიძლება ზევითა. როდესაც ზევით გაგირბით ხელი უკვე, მკერდი ჩამომჩება იძახით, ეს უკვე არასწორი ტექნიკის ამბავია. მოკლედ უკანასკნელს ვაერთებთ და ვიწყებთ მოძრაობას. ანუ მოძრაობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოძრაობა არის ორი ტიპის. კიდევ რამე და ვთქვა თვითონსო მეგობრებო, რომ ეს მოკლე მოძრაობები, წეხარ მე და შენ ვისაუბრეთ, ამ მოკლე მოძრაობას ქვია სტატოდინამიკური მოძრაობა რა. ვისაც აინტერესებს, შეუძლია ინტერნეტში. ვისაც აინტერესებს, სტატოდინამიკური მოძრაობა აკრიბეთ და აი ყველაფერი ამოგივარდებათ რა, როგორ ანაირად. ეხლა მე ამის სახსანს არ დავიწყებ, მაგრამ აი მოკლე მოძრაობას, ოდესაც ვახსენებ, შეიძლება ტიპი ვერ მივხვდეს, ეს მოკლე მოძრაობა რას ნიშნავს რა. ამას ქვია მეგობრებო სტატოდინამიკური მოძრაობა. არის მოძრაობის ორი ტიპი, არის გრძელი ამპლიტუდა, რასაც ქვია ხელის ბოლომდე გაშლა და მოხრა, არის მეორე მოძრაობა, სტატოდინამიკური მოძრაობა, რასაც ქვია ჩაკეტილი მოძრაობა. ამ ჩაკეტილ მოძრაობას აქვს კიდე ორი სახე, აქვს ზედაფაზა, ანუ ზედაფაზა ნიშნავს, ოდესაც, ანუ სადღაც აი აქედან იწყებ მოძრაობას და ამას აკეთებ. მეორე მოძრაობა არის კიდე აი აქედან რო ქვევით ჩამოწევ ხელს და აქამდე ამოგაქვს. აი ეს მოძრაობებიც იყოფა ორ ნაწილად რა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა ვიწყებთ ზედაფაზით მკერდის დაჭიმას. წავედით. უკანასკნელს ვაერთებთ და ვიწყებთ ზედაფაზით მკერდის დაჭიმას. ნახეთ, ანუ მე რო ეხლა აი всё მეც ხელს ვეღარ ვასწორებ კოგა გესმის, იმიტომ რომ უკანასკნელები, ხო? უკანასკნელები მაქვს შეერთებული, როგორც კი უკანასკნელები დაშორდება. უკანასკნელები როგორც კი გავშვე, ეგრევე წამოვიღებ ამას მე წინ რა. მოდი. შეიძლება ჩაკეტე უკან. კარგია. აჰა, მხრები ქვებით აქაჩერად შეიძლება, აი ესე. აჰა. მაქსიმალურად ცოტა ტემპს მოუმატე. აჰა. ეგ არის. ვითაყვები ცოტა კუთხე ქვევით ჩავშვი, აი ეს, ო. აჰა. ნუ ვფიქრობ ეს ტრენაჟორი ეგრეთ წოდებული ისეთი რაღაცა, რომ პირველად სისხლი კარგად შევიყვანოთ მკერდში და მერე შემდეგი ვარჯიშები უფრო გაგვიადვილდება. ყოველთვის დაიწყეთ რაღაცის გახურებით, ცოტა წონას მოუმატებ. აჰა. აი ვიცი. მოკლედ სამი მისვლას ვაკეთებთ ყველა ვარჯიშზე. ხო. ეხლა ზოგი ამბობს, რომ 12 ვარჯიში ბევრია, ხო? ზოგი ვარჯიში როგორ იცი? 4 მისვლას აკეთებს. 4 მისვლას ვაკეთებ. სამი ვარჯიში არის 4 მისვლიანი, რო გამოვაკო რა. 4 ჯერ დაუშვათ, შენ თუ 5 მისვლა გააკეთე, ხო? და 5 ჯერ იგივეა 8 ვარჯიში რო გააკეთო 4 მისვლა. ხო, ანუ რა, ეხლა ჩვენ ვაკეთებთ 3-3-ს, 12 მისვლას, სიტყვაზე ვთქვათ, აი ზუგზე რო იყო საუბარი. 3-3 მისვლას ვაკეთებთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ სხვადასხვა კუნთებს მივცეთ ის, მიხდი ხო, არ გავიჭედოთ ერთი და იგივე კუნთის. აი ხა ზურგსაც შეეხება, ზურგის უგანიერესი კუნთი არის მოცულობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი თუ არა რა. მაგით იყოფა ორ ნაწილად, ზედა და ქვედა. ხო და მაგის თქმა მინდა, ანუ ის ქვედასაც ერთ ვარჯიშში ყველა ადგილს ვერ დატვირთავ რა, სისხლი ხო უნდა შეუშვა რა ყველგან. აი წელის არიდან რო დაიწყო, მერე ცოტა ზევით ადის, ცოტა სხვადასხვა მოძრაობები ჭირდება. რა თქმა უნდა და კიდე იმასაც ვიტყვი, ძვირფასო მაყურებლებო რა და მეგობრებო, აი სწორად გამიგეთ რა, ანუ მე პირადად აი მართლა მინდა რომ გული და სულით დაგეხმაროთ სულ ყველას რა. აუცილებლად პირველ რიგში შეხედეთ თქვენ თავს სარკეში, როგორც ვიძახოდი, დააკვირდით თქვენ თავს, რა ჩამოგჩებათ, რა არის თქვენში, ანუ რა დომინირებს. არსებობს გენეტიკურად განვითარებული კუნთები, ზოგს დიდი ფეხი აქვს, ზოგს დიდი ხელი აქვს, ზოგს დიდი მკერდი აქვს. და ტიპი დგას ეხა და დიდი მკერდი რო აქვს, დაუშვათ კიდე დიდი უნდა გაზარდოს. ხდები გოგა? კი. და აკაჩავებს უჯო ამ მკერდს და ეს მკერდი ტიპს გაეზარდა რა. მაგრამ ხელი აქვს პატარა, თო?
მე არის სხეულის ფორმაც ეკარგება ესე წინ მოსდით. თუ თქვენ გინდათ გაზრდა თქვენი თავის, ყოველთვის აქცენტი უნდა გქონდეთ იმ ჩამორჩენილ კუნთებზე, ხო? всё, ეგ არის. დააწიოთ ის ჩამორჩენილი კუნთი და ეს არის თქვენი პროპორცია. მაგრამ მე უჭირთ ხოლმე რაღაცაში რომ ძლიერები არიან და რაღაცაში სუსტები, იმ სუსტის დაწყება ძალიან უჭირთ რა და ის მომენტია რომ აი მოდი რაც კარგად გამომზდის, იმას აკეთებენ და აკეთებენ რა. ფაქტობრივად ახლა თორე ჩვენ ჩემპიონატზე ვიყავით, ეხა გასულები მან იმხელა ტიპები შემოვიდნენ პორტუგალიაში, მე და ჩემი ბიჭი ესე კედელზე მივეყუდეთ, მეთქი ბიჭო, მამა მეთქი, აქ რას ვიზამთ მეთქი, ხუაზე ხარ, ვერა იმხელები იყვნენ რა. არა ის პროპორცია არ ქონდათ. პროპორცია არ ქონდათ, ხო? ანუ პროპორცია არის ყველაზე მეტი მთავარი რა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეხა ვაკეთებთ მის დამუშავებას, კარგად. შეიძლება ეხა არ ვიცი ზოგი როგორ აკეთებს, მაგრამ ძალიან დიდ პატივს მე აი ამ ეგრეთ წოდებულ ბაბოჩკას. აი ამ შემთხვევაშიც უკანაძლები გადადის უკანად შეიძლება მაქსიმალურად. ხელები ნახე როგორ აგვაქვს მეგობრებო, ანუ კერძს საერთოდ უყვარს ხელის ამოტრიალება რა. ეხა მე რო ეხა ასე მოვკიდო ამას ხელი, ან რაღაცნაირად უკვე მივხვდი ხო, რას ვამბობ. წინაზე რაც ვისაუბრეთ, ეგ იგივეა, რაც ესე რო გააკეთო იდაყვების ზევით. იდაყვების ამოტრიალები თვითონ ავტომატურად ხელიც გიტრიალდება და მე უბრალოდ ესეთნაირად კიდევ ხოლმე აი ამ ტრენაჟორს ხელს რა. მოგვაქვს წინ, ამ შემთხვევაში ნახე კოკა ზედაფაზებს ვაკეთებთ ეხა ჩვენ. აი აქედან უკანაძვალი შეერთებული წამოვიყვანე მკერდი, ამოვბერე ხო, უკვე მკერდი ზევით ამყავს ამოყვანილი. აქედან ვიწყებ მოძრაობას და კიდევ ვაერთებ ბოლომდე რა. და რაც შეიძლება გამართული ხელი. ბოლომდე არ ვშლი აქ ამ შემთხვევაში ამას. აი აქ უკეტავ. აი როგორ ბურთებივით ამოდის მკერდი. ხელი ზევით ამოდები, აი ესე დაიწრი, აი ეს ხო, აი ეს, ო, აი ეს გემრიელად წამოიყვანე, შეიძლება გაგიჭირდეს ეს ზონა. წამოწიე? აი აქ გააჩერე, აქედან წამოიღე. შეაერთე. ხაშალე, სტოპ. აი ეს მოძრაობა გამიკეთე. აჰა. სუნთქვა. აი, მეგობრებო, ერთი წამით, აი ახლოდან ნახე, კოკას კერდი, ხრები დაწიე ქვევით, აი ეს. აი, ეს არის უყურებთ ხო, აი როგორ დაჭიმულ მდგომარეობაში არის. ცოტა ტემპს მომადე გოგა. ძალიან უგაშლი, აი აქ დააფიქსირე. აი აქედან წამოიღე. აი აქედან წამოიღე. რა მოხდა ხა მან? აუ, ძალიან რთულია ეგრე გაკეთება. მე წონას უნდა დავაგრო რა. არა ძალიან მაგრად ჩაიტენა. ხომ ვიხდი, ანუ როგორი? კი. აქედან ნახევარზე, სადღაც ნახევარზე ვიგრძენი რეალურად რა, და სწორი ტექნიკა არ გამომდიოდა. აი მხრები ნახე მეც მეკცევა ხოლმე მხრები რა წინ, მაგრამ ყოველთვის დაფიქსირებული ხო, აი ყოველთვის ნახე, აი ეს ახლა ტიპები არიან და აი ამას აკეთებენ რა. აი ამას აკეთებენ. აი ეს გონიათ ეხა რომ მკერდია რა. ეს არანაირი მკერდი არაა მეგობრებო. ანუ ხარი უნდა იყოს უკან გადაწეული და აი აქედან უნდა იწყებოდეს ეს მოძრაობა. აქედან, ხო? ხო, აი ამ აქედან წამოიღე. აი ესე ო, კაი ბიჭი ხარ. ო, სტოპ. აჰა. ძალიანაც ის არ გინდა. ამოძრავე. აი ესე. ო. იმიტომ იღლები კოკა გესმის, ეს არის რთული ვარჯიში სხვათა შორის. არ გეგონოს მარტივი ვარჯიში ეს. ხელი გამართული გაქვს ბოლომდე რაც შეიძლება გაჭიმული, რომ დიდი ამაზე გადმოვიდეს მთელი დატვირთვა რა. აი ეს ჯობდა. იმიტომ რომ ჯობდა რომ დაბალი წონით გავაკეთეთ. ნახეთ მეგობრებო, კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ჩვენ ყველას ყოველთვის ჩამოგრჩება ზედამკერდი. მიხდი ხო რას ვამბობ? ხო, ზედამკერდი. როგორც ადამიანს ჩამორჩება უკანა დელტა, უკანა ფეხის ბიცეპსი და ასე შემდეგ, ასევე ჩვენ ჩამოგრჩება ზედამკერდი. როდესაც ზედამკერდს ჩვენ აქცენტი, ანუ ვარჯიშიდან გამომდინარე, სადღაც 70% ჩვენ ვაკეთებთ ზედამკერდს, ანუ ავტომატურად, როდესაც ზედამკერდი ამოდის, ქვევიდანაც ის ფორმა ეძლევა. ნუ რა თქმა უნდა, ქვედამკერდზეც გვექნება აქ აქცენტი, მაგრამ ქვედამკერდი უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ რაც ჩამოგრჩება, იმაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. მოკლედ, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ შტანგას, ჩვენ შტანგას საერთოდ არ ვაკეთებთ. რატომ არ ვაკეთებთ შტანგას? ეხლა ზოგი იტყვის, რომ ეს საბაზისო ერთ-ერთი ვარჯიშია და ეხლა შტანგას არ
გააკეთებ. რა არის იცით მეგობრებო, ანუ ტანგა არის ეგრეთ წოდებული, ცოტა მე იმას არ ვიტყოდ სუდია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც თანაბარი იზოლირებულად თითო ხელი მუშაობს, როგორც მკერდზე, როგორც ხელები თავისთავად და ზურგზე, ყოველთვის ეფექტური არის. კარგი ახლა შტანგასაც თუ ჩართავთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რავი, არც ერთი პროფესიონალი შტანგაზე არ არის ჩაციკლული, მე ასე ვიტყოდი რა. ყოველთვის ყველა აი ესეთ ჰამერებზე და ესეთ იზოლირებულ ვარჯიშებზე არის. ეხლა ჩვენი მამაკაცური ეგო არის ეს, რომ აი რო დაждები და აი რამდენი ჟიმი გაქვს, რამდენი ისა გაქვს, 120 წეწა ხო და რაღაც ეხა რა ეს ხოით მამაკაცურის. მაგ დროს ძალიან ბევრი ტრამვა ხდება კი იცი შენ აი ამ ადგილებში, მხრების ადგილებში და აი ამ სკამს უშვებთ ბოლომდე, თუ ესეთი რამე მოწყობილობა არის თქვენ დარბაზში. ამ შემთხვევაში საჯდომი შეგვაქვს, რაც შეიძლება უკან, იდაყვებით შემოგვაქვს, რაც შეიძლება ქვევით და ვიწყებთ ზედა ფაზაზე მუშაობას. ბოლომდე არ ვშვლით და ვერც გავშვლით ხელს, იმიტომ რომ უკანაძლები არ მიშვებს და ეს უკვე დაფიქსირებული მაქვს. ეხლა ესეთი წონა არის, რომ თავიდან საერთოდ ნებისმიერ ჰამერია თუ რაც არ უნდა იყოს, თავიდან ყველა შემთხვევაში პატარა წონით ვიწყებთ და მერე ნელა-ნელა უმატებთ ისეთ წონას, რომ შევძლოთ 15-ჯერ გაკეთება. საჯდომი უკან შეწიე კოკა რაც შეიძლება აი ესე, კარგია. უკანაძლები შეერთე, წავიდა. იდეალური, აი კოკა ასრულებს ახლა იდეალურად. პროფესიიდან გამომდინარე, ყველაფერი კარგად ესმის, ასასვეუბნები. სულ თქვა არ დაგავიწყდეს კოკა, ზევით ჰაერი ამოშვი. აი იდაყვები. ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში რომ იდაყვების ზევით გავუშვათ, უკვე ბუნებრივი მოძრაობაც აღარ გამოგვდის რა. რა ვიცი ეხლა კოკა მეც რაღაც ბევრს საუბრობ და შენც საუბრობ. რაც მოსული ვარ, არ გამიჩერები ენა. ბიჭო, საინტერესოა შენი გამოცდილება რა. ხო, ანუ მეც ჩემსაც მერე ვიტყვი, მაგრამ ყოველთვის მეგობრებო რა იცი, აი ბუნებრივად რა მოძრაობა, აი ბუნებრივად. ეხლა თუ გავართ ესე, ხო? აი თუნდაც ხარს აკეთებ, ხო? ტიპი ახლა მოკიდებს განტელს ხელს და ესე აკეთებს, ბიჭო. ესე რა ეხლა. ანუ არა გახარ, ხო, ჩაულებრივად. მოკიდე განტელს ხელი შედალოცული და აწიე ბუნებრივი მოძრაობა გააკეთე, ხო? ეს ხელი გაქვს ესე, წერდის გაკეთება გინდა. ესე რატო ატრიალებ ამაში? არა, ნახე რო დგახარ რა. ესე ხო არ დგახარ. ხო, ესე ხო არ დგახარ. ესე რო ესე ებაზრები ტიპს ეხლა. ანუ როგორ დგახარ ესე? აი ესე უნდა აწიო რა. მორჩა, ანუ არ უნდა ბევრი ფილოსოფია. საერთოდ რა, ანუ ეს არ უნდა ამოწიოს ზევით, აი. გახარ და ხო, ხრის ვარჯიშებზე მე ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ ეს არის ხო მთელი. რავი, მე დავამატებდი კიდე 15-ს. აი ნახე რა ხდება, მე ხა რასაც ვაკეთებ, იმის ფიქრი კი არა მაქვს, რომ ხელი ამწიოს ზევით. იმის ფიქრი მაქვს, რომ უკანა ძვლები არ გამეშვას. ხტები, ანუ ეს ძვლები უკან რო შევაერთე, იმის ფიქრი მაქვს, რომ ეს ძვლები არ გაუშვა რა, კონდეს დაჭერილი. როდესაც მეც ეგრე შევეცდები. ხო, ანუ იმაზე იფიქრე, რომ ეს აი უკნდა შემხედეთ. ეს უკანა ძვლები, აი ეს მოძრაობა არ გააკეთოთ მკერდის დროს რა. აი სულ ესე უნდა კონდეთ დაფიქსირებული. ოჩახ კოკა შენ. რაც გავაკეთეთ, ისე უბრუნდებით ამას, რომ კიდევ ეს ვითომ ისეთი ვარჯიშებია, შეიძლება აი რატო მაგალითად ეხა იმის მერე ეს, მაგრამ აი როგორ გითხრათ მეგობრებო, აი ჩვენ წინ რო ტრენაჟორები დგას, აი კოკა ნახე ესენი რა. აი ამ ტრენაჟორებზე ვამბობ. აი დავუშვათ ამაზე, ხო? ეხა აი ისე ვიტყვი რა. აი ეს ეხა და ვიღა თავიდან მეც ესე მეგონა რა. ხო. კაცი როზის ამაზე და ახაც ისე მეთქი ამას ბიჭო, ვერ არის მეთქი რა, ტიპის ის ესე აკეთებს. თურმე უმნიშვნელოვანესი ვარჯიშები, აი საჯდომის გარეკუნთების, საჯდომის შიდა კუნთების, რასაც ვერ გააკეთებ, ვერცეთ ჩაჯდომა ადგომაზე და ძალიან მარტივად კეთდება ამას. ძალიან მარტივად კეთდება და შედის კუნთში.
ხშირი გამეორებები კეთდება, ანუ ორი მის ორჯერ აი ფეხისგან როცა გვექნება მე მაგასაც ვნახავთ. ანალოგიურად ვაკეთებთ ახლა მაგას ჩვენ, ვითომ ახლა კიდე რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ ვაკეთებთ, რომ საჭიროა. საჭიროა. ჩვენ ახლა კიდე როგორ რაღაცა იცით? ამ არაჩვეულებრივ მოძრაობებს მიტო ვიღებთ და მიტო გაჩვენებთ თქვენ რომ ისედაც ახლა ჩვენ რო დავიწყოთ ის სტანდარტული მოძრაობები რაც ჩვენ გვიკეთებია წლების განმავლობაში 35 წლის განმავლობაში ბევრი რაღაცეები მაქვს ჩემო მეგობრებო გამოვლილი რა თქმა უნდა საკმაოდ გამოსtildeილ ადამიანებთან ერთად საკმაოდ გამოსtildeილ და მეც თქვენსავით ვიქექებოდი და სულ YouTube-ში და არიქა და რაღაცა და ინფორმაცია და სადრამომე საქართველოში ვცხოვრობთ ყველამ ძალიან კარგად მოგვეხსენება რომ ეხა კიდე ცოტა წამოვიდა ეს bodybuilding-ის ცოდნა მაგრამ დაახლოებით 10 წლის უკან ეს ცოდნა ჩვენ არ გქონდა და ძალიან ისეთნაირად ვიყავით და ყველა ერთმანეთს რაღაცებს ვეკითხებოდით. ანუ ისეთი ტიპი არ ყავდა ვინმე რა. ნუ ერთადერთი მე ვაღიარებ, რომ ერთადერთი ადამიანი ყავდა არჩილი იანვარაშვილი, ვისთანაც მივდიოდით და რაღაცებს ვეკითხებოდით. ესე იყო, ხო, მე მგონი, ხო? კი. ხო, რომელმაც გაზარდა არაჩვეულებრივი სპორტსმენი მიშა ანდღულაძე და ჩვენი პირველი ბოდიბილდერები ზაზა ფერაძე და პირველი ადამიანი იყო ოთო გვარაძე, რომელიც ფიტნესში რაღაცას ოთო გვარაძე, რომ მივედი დარბაზში პირველად როცა მივედი რა, დარბაზში. ეგ ადამიანი დამხვდა მაგარ ფორმაში იყო და მეთქი საავ რაღაცებს ოთოს ვეკითხებოდი ხოლმე და მე ცოდნას ხო ცოდნას მაგრამ ეხა ყველა არჩილს შევხვდი და უკვე ეხა ყველაფერი ხელმისაწვდომია ყველაფერი დალაგებული გვაქვს რაც შეგვიძლია მაგრამ პრაქტიკაში პრაქტიკულად აი ყველაფერი შენ თვითონ უნდა გამოცადო რომ ის რაღაც ადამიანს გადაცე რა ანუ ნახე ეს მოძრაობები რაც შეეხება ამ ყველაფერს ხო ანუ ის მიმართულება რა მიმართულებაც თქვენ შეიძლება მე არავის თავზე არ ვახვევ კოკა ეხა ამ ყველაფერს რა ხო ხვდები ახლა გინდა თუ არა თქვენ როგორც გაგიხარდებათ კაცო ისე ვარჯიშეთ ღმერთთან მშვიდობა მოგცეთ კაცო თქვენ გზაზე ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვინდა რომ კიდევ ერთხელ ცადეთ უბრალოდ რა და შეიძლება მოგეწონოთ შეიძლება არ მოგეწონოთ ეხა რა ვიცი მაგრამ მე რავი ეხა რაღაცები მოვაგროვე და ესე იგი ამ ყველაფრით მოვაგროვე ხო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც. ბარემ აი რაღაც ისე ვარ აკრეფილი ხა, ამასაც ვიტყვი. მან თქვენ დაწერეთ ესეთი რაღაცა, რომ რაღაც ილუზია არის ფარმაკოლოგიის გარეშე, ანუ ტანს ვერ დაიყენებ და ასე შემდეგ. ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო. ეხა ვინც მაგი დაწერა, რომ ფარმაკოლოგიაზე გვესაუბრეთო, ხო? მე ერთ რაღაცას გეტყვით რა. არც ერთი პროფესიონალი არ საუბრობს ფარმაკოლოგიასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. ზოგს მაღალი შაქარი აქვს, ზოგს დაბალი ესტროგენი აქვს, ზოგს ქალის ჰორმონი მაღალი აქვს, ზოგს არავითარ შემთხვევაში ხა მე რო დაგიწყოთ ეხა თქვენ აქ ლაპარაკი რომ ბიჭებო ეს გაიკეთეთ და კუნთი გაგეზრდება. ეს უკვე არის შენ არაპროფესიონალი რამე არ მოუვიდეს. ბიჭო, შეიძლება წამალზე არჩილი ანვარაშვილთან რომ მივედი, ანუ ძლივს ამოაგლეჯინე ორი სიტყვა რა და მეთქი სანამ ტვინი არ გაუბურღე ტიპმა, ეხა მე კამერაში ვსაუბრობ, მაგრამ მე პირისპირ ვესაუბრებოდი ადამიანს და იმან ძლივს რაღაცა მითხრა რა, რაღაცა და ეხა მე რო აქ დავდგე და საჯაროდ ახლა პროპიონატი ახლა 3 ერთეული გაიკეთეთ და აქედან მასტერონი დაირჭეთ და იქედან კრენი გაირჭეთ და გამოირჭეთ. არ შეიძლება მეგობრებო რა, ესეთი რაღაც. თუ ვინმეს გაინტერესებთ ფარმაკოლოგიასთან დაკავშირებით, კოკას დაეკონტაქტეთ, ნახეთ პირადად, გაგესაუბრებით, რა გინდათ, თუ მოყვარულობის, ანუ ჩვეულებრივად ადამიანი როცა ვარჯიშობ დარბაზაში, საშეჯიბროთ თქვენ არ გამოდიხართ, თუ ვინმე საშეჯიბროთ გამოდიხართ, იმაზეც მოგეხმარებით, არანაირი თანხისამღები მე ტიპი არა ვარ, დაგაკვალიანებთ, ყველაფერს აგიხსნით, რა არის, როგორ არის. ადამიანი ახლა აქ რო ჩვეულებრივი ცხოვრების ადამიანი არავის არ ურჩევ რომ რამე გაიკეთოს. თქვენ ბუნებრივ ტესტესტერონზე, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კვება, დასვენება, აღდგენა, მერე მოდის ფარმაკოლოგია და მერე მოდის ყველაფერი დანარჩენი. ფარმაკოლოგია ისეთი რაღაცაა, ფარმაკოლოგიასთან მუშაობს ის დანარჩენი რაღაცები, რაც მე ჩამოვთვალე ხა. თქვენ რო ეხა სახში მიხვალთ რაღაცას დაირჭობთ და წამოწვევით და პულს დაიჭერთ ხელში და ეხა იმის ილუზია გაქვთ, რომ რაღაცა გაგეზრდებათ. ეს გამორიცხული ხა. მაშინ მე ჩემთან კი არ უნდა მიხვიდეთ, მეგობრებო, აი აბელიქსი და ასტერიქსი როა, ხო იცით იქ რაღაცის რო აქვს, ელექსირი რო აქვს. გამოვართვით იმას ელექსირი და გადაკარით ერთი 100
100 გრამი და 100 კილოგრამიან ქვებს ისვრით, ხან ეკეთ და ხან აქ. ესეთი ილუზია, რავი, მე მგონი ამომწურავად გაგეცით პასუხი, რომ აი ეს თემა ჩავკეტოთ. რა ვიცი, მე პირადად არსად არ უმალავ ამას. არის 3 მაინც ვიტყვი რა, მაინც ვიტყვი. არის 3 ძირითადი სამუშაო პრეპარატი, პროპიონატი, მასტერონი, ტრემბოლონი. მე ვიყენებ აი ამ 3 პრეპარატს. დანარჩენი ახლა მე რასაც ვიყენებ, ისიც გითხარით და იქ გარკვეული დოზებია, ისეთი რაღაცეებია, რომ მეტი აღარ არის. ხო, მეტი აღარ არის საჭირო, რა თქმა უნდა და დანარჩენი ახლა თქვენ ჯანმრთელობის ფასი არაფერია რა, იმიტომ რომ ყველაფერი გამოცდილი გვაქვს, ყველაფერი ნანახი გვაქვს. ეს მესამეა ჩემი? მეოთხე იქნება. მეოთხე თუა მაშინ აღარ გვინდა. არ გვიძელდა ლაპარაკი. ეხლა გადავდივართ მეგობრებო ქვედა მკერდზე. იგივე სიტუაცია გვაქვს. აქ ვაკეთებთ ჩვენ ნახეთ, თუ ვინმეს გაქვთ ესეთი აი რომ დააფიქსირო, ამას აქვს დონეები. ჩვენ ვაყენებთ ახლა 8-ზე, რომ ქვევიდან დავიწყოთ და 3 სვას გავაკეთებთ 8-ზე და 3 სვას გავაკეთებთ 5-ზე. ზედა მხარესაც მივცემ ცოტა აქცენტს. ჩვეულებრივად ვხვდები, საჯდომი რაც შეიძლება უკან გაგვაქვს. ანუ ესე არა ვართ, იმიტომ რომ ხვდები ხო გოგა? ესე მიტო არა ვართ, რომ უკანა წელი მოხრა, აი აქ არ დავტოვოთ მოხრა, რაც შეიძლება უკან გაწევრ. ზურგი ჩაიკეტოს. ხო, ზურგი ჩაიკეტოს. ჩვეულებრივად უკანა ზურგის სულების შეერთება და აქაც ვიწყებთ. ანუ აქ იდაყვები ზემოდან ქვემოთ მოდის, ხო? რა თქმა უნდა, ნახე, აქ პირიქით შაკეტილი გვაქვს ეს იდაყვები და აი აქედან ვიწყებთ მოძრაობას. აი ეს აქცენტი, სადაც ჩვენ, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ. აბა ჩაუჯექი გემრიელად. ესენი ორივე ძალიან მაგარი ტრენაჟორებია, მაგარი ხამერებია ძალიან. კარგია. შუბდა. აი ეს მიყვარს, აი ვარჯიშ რო გადააბავდა. აი ეს ტემპი რო ჩვენ არ გამოგვდის ხო საუბარი, მაინც აი კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ანუ აუცილებლად რა, თუ ის ნავარჯიშები სისხლი რაც შემოყვანილია ორგანიზმში, ის არ უნდა გაუშვათ და 1 წუთზე მეტი არ უნდა იყოს დაცილება ვარჯიშსა და ვარჯიშის შორის. ამას ძილი მნიშვნელობა აქვს ძალიან რა. ჩვენ ახლა საუბარიც გამოგვდის თან ხსნით, მაგრამ ეხლა რო ტემპი დავიწყეთ, უკვე ნახე, კოკამაც იგრძნო. ცოტა ოფლის გამოდენას ვიგზე. всё, შემდეგი ამოვდივართ მაღალ ფაზაზე, 5-იანზე. იმიტომ რომ ჩვენ ქვედა მკერდს ვაკეთებთ მხოლოდ ამ 2 ვარჯიშს რა, დანარჩენი თითქმის გვექნება შუა მკერდი და ზედა მკერდი და მაინც ეს 2 ვარჯიში ქვედას ერთი ვფიქრობ რომ არ არის რა, საკმარისი. აი აქ უკვე სხვა კუთხით მიდის. პუა! დავიჭერს არაკეთებ ხოლმე აი ჰანტელის გადასვლას წვების გამზე და ეგ ქვედა მკერდს ამუშავებს. არა, კარგია, კი, განაცუდია, მე ვაკეთებდი მაგას სხვათა შორის, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ვარჯიშები გვაქვს, კოკა, რომ აი მერე და მერე შეხედავ ახლა. ნუ ვფიქრობ, რომ არა, გეთანხმები მაგაში, კარგია გაწელვაზეც და გადაშლაზეც, მაგრამ ისედაც საკმაოდ დავიტენებით ახლა ჩვენ განტელებთან რო გადავხდით. აი აი ნახე მხარი, აი მხარი ვაფშე გათიშული ქონდა რა. დარბილებულია, ხო? აბა რა. მოდუნებულია. ხო, მაგრამ მე რთულდება ძალიან. ბიჭო, კერძზე მაგარი მოხდა. ნახე, მაინც მუშაობს ის მხარი. შენ რა გონი ახლა სულ გათიშული. რა ახლა გინდა ზურგზე იქ ბიცეპსია. აი რაღაც ვერ იზა. მაშინ ახლა პარალიზებას ვარ გავუკეთებ კონტროლს. მარტივი მათემატიკაა რა, გვაქვს ზატვირთვის 100% და იმ 100%-დან რამდენ პროცენტს გადაიტან ხარზე და რამდენს მკერდზე. ეგ არის მაგას ვაკეთებთ რა. ჩვენ ვცდილობთ რომ მკერდზე წამოვიღოთ უფრო მეტი, აი ამ წონის უფრო მეტი პროცენტულობა მკერდზე. რა თქმა უნდა. რაც შეიძლება ნაკლები ხარზე. ხრიზღე რო იქნება, რაც შეიძლება მეტად ხარზე, დანარჩენი რავი ნაკლებად. კიდევ ანუ როგორი რაღაცაა, იცით, აი კიდე რაღაცას ვიტყვი რა, რომ 12 ვარჯიში ზურგზეო და ეხა ზოგი წერს იქ რომ, ნუ ეხა რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ დაზიანდესო ორგანიზმიო და რაღაც ზედმეტის, ჯო, თქვენ დალოცვილებო. კიდე ერთხელ ვიმეორე. კვირაში ვაკეთებთ ერთხელ ერთი სახის კუნთს. ანუ 7 დღის განმავლობაში, როდესაც ნახეთ, გააჩნია ვინ რა პროგრამით ვარჯიშობს, ხო? კეთდება კვირაში დღეში აღდგება ჩვეულებრივად ეგ. აი ესე არის რა,
ეხლა კლასიკურად, ტექნიკურად როგორც არის მონახაზი, მინიმუმ 3 დღე უნდა გავიდეს ვარჯიშიდან, ვარჯიშამდე, რომ მეორე სხვა შორის აი ზურგზე მაგნე ვარჯიშს ვერ გააკეთებს. ის ადამიანი, რომელიც ბიცეპსებს ძალიან ხავს. რა თქმა უნდა, ზურგის ვარჯიში 3 დღე უნდა გავიდეს, რომ ერთი და კუნც მიცეთ დასვენება, მაგრამ როდესაც თქვენი ერთი კვირა გაქვთ, ჩვენ ვაკეთებთ კვირის პროგრამას. ეხლა ხო კვირაში ერთხელ ვაკეთებთ ერთი სახის კუნცს. სრულებით საკმარისია, რომ იმ ერთ კვირაში ის სულად აღდგეს. სულად აღდგეს და მოხვიდეთ შემდეგ და გაიმეოროთ ჩვეულებრივად. რა, აი იმ შემთხვევაში არ შეიძლება 12 ვარჯიში ზუსტად ყოველ 3 დღეში ერთხელ უნდა გააკეთოთ რა. აი ამაში გერევათ მაგი თქვენ რა. მიხვდით? აი ამაში ერევათ ეს. ჩვენ ეს გადანაწილება წინაზე არ გვიხსენებია. არ გიხსენებია და მაგიტო. ეს მესამე, ხო? კი, მესამე. ეს მესამე და ეხლა საკმაოდ საინტერესო გადაშლასაც გავაკეთებთ. კარგი ბიჭი, როდესაც ივარჯიშებთ, აი ეს არ დაგავიწყდეთ. ნუ დატოვეთ, თორე აი ეს ვიბრაცდებიან. ნუ ერთ-ერთი ის არის რა, თან ვარჯიშიც არის, თან მოხსენი გაკეთო რა. ნუ ზარმაცობ. აუ არა თან აი კულტურობა არის, როცა ეხა ივარჯიშებენ, ატოვებენ, სხვამ უნდა მოხსნას მე მაგეთი. საჭმელს როჭამ ეხა და საინს დატოვებ გაურეცხავს, ხო? ახლა იგივე თემა. შემდეგი რა ვარჯიში? კაი, შემდეგი ეხა გვაქვს, კოკა იგივე გადაშლა, ოღონდ, აქ ნახე შეხედე. ჩვენ ხო ქვედა გავაკეთეთ ეხლა. ეხლა ვაკეთებთ ქვედას გადაშლას. აქ ეხლა ხელს ვერ მოკიდებ უკვე რა, ხო? ანუ ძელზე ვკიდებ. ზევიდან ვკიდებთ ხელს, ანუ ეს ხელები შემოწმებულად იგივენაირად. ფეხები ეხლა ძალიან შეტყობებულად რო არ იქანა ოდნავ გავუშალეთ. ჩვენ ესე ვართ მორგებული. ხრები ქვევით ჩაკეტილი და წავიდა. რაც შეიძლება გამართული ხელი, როგორც კი ამ ხელს ესე ვხრით, იმდენად ვერ გძნობთ, რამდენადაც გამართული ხელით. რაც უფრო, ანუ ეს რიჩაგი, ეგრეთ წოდებული არის რუსულ სიტყვას, მაინც ვერ გადავეჩვიეთ რა ეს ქართველები, რა ეს კალოტკა, გრუჩიტელი. ეს რა ქვია. ხო, ნუ რიჩაგი რო ვახსენე ახლა, ანუ ეს ხელი რა, რაც უფრო გამართული გვაქვს ხელი, ანუ მით მეტი დაწოლა, ნახე, ესე რომ მოხარე, აქედან აქამდე მანძილი დამოკლდა, ხო? თან აქ უკვე მოხრა გავაკეთე. რაც უფრო გავმართე ხელი, მანძილი გავზარდე და დატვირთვა წამოვიდა მკერდზე. ეს ჩვეულებრივი ფიზიკური მოვლენაა. კარგია კოკა, ძალიანაც ნუ გაშლი აქედან წამოიღე. აჰა. გადმოიწერა, შეიძლება თავ მიადევ ვაფშე ამას, აი ესე, ო. აჰა. აჰა. გამიჭირდა. ეს მიყვარს, აი ბოლოს რო ვეღარ აკეთებ და მაინც რო უნდა გააკეთო. აი ეგ არის. აი ეს მდგომარეობაში უნდა მიხვიდეთ, რომ ზუსტად აი ეს მე-15 უნდა იყოს ისეთი რა. აი ასოულზე. მიდი. კარგია. ძალიან ელაც ნუ აკეთებ, იმიტომ რომ იღლები, გესმის? აი ეს ცოტა ძალიან ჩქარაც არა და აი ხო ვითომ არაფერია ხა ეს, მაგრამ აი გადავედით კანტელებზე. მადლობას გიხდით ყურებისთვის, როგორც გითხარით ვიდეო გავყავით ორ ნაწილად. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რათა ნახოთ ბევრი საინტერესო ვიდეო საინტერესო ადამიანებთან ერთად და მიიღოთ მათი გამოცდილება.